საღამოს პიკის საათი. საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამა. დავით პაიჭაძესთან ერთად. მოგესალმებით, თქვენ უსმენთ პიკის საათს. სტუდიაშია დავით პაიჭაძე. ჩვენი სტუმარია კორნელი კაკაჩია, პოლიტოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ჩვენი საუბარი დღეს შეეხება საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, ევროინტეგრაციის საკითხებს, იმას თუ რა მოქმედებს საქართველოს და რა უჭირავს მას ხელში ამჯერად ამ მიმართულებით, ანუ რა წარმატება თუ წარმატებულობა ახლავს მის ევროინტეგრაციულ სწრაფებს. გამარჯობა კორნელი, მადლობა რომ მოგწანდით ჩვენთან. აქტუალური დღის წესრიგი, სასარგებლო ინფორმაცია, ახალი ინტერპრეტაციები, აზრთა მრავალფეროვნება. საღამოს პიკის საათი. დავით პაიჭაძესთან ერთად. სამშაბათ დღეებში 17 საათსა და 5 წუთზე. ტალღაზე FM 102.4. დავიწყოთ პიკის საათი. როგორც გითხარით, ჩვენი სტუმარია კორნელი კაკაჩია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი. 240924249 გახლავთ ჩვენი ტელეფონის ნომრები. FM 102.4 ეს არის ჩვენი სიხშირე რადიო მიმღებში, ხოლო რადიო 1.G ეს არის ჩვენი მისამართი ინტერნეტში. შეგიძლიათ უყუროთ და უსმინოთ პიკის საათს ამ მისამართზე. კიდევ ერთხელ ჩვენი ნომრები 2409192 2409292. ევროინტეგრაციას საუბარი შეიძლება არ მოეჩვენოს და სულ უფრო და უფრო ნაკლებ აქტუალურად მოეჩვენოს მსმენელს და არ მარტო მსმენელს, არამედ საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს ევროინტეგრაციაზე საუბარი, რადგან რომ მოიხედავ ეს ევროინტეგრაცია არაფერსაც არ ეტყობა, კაცმა უთქვას. არ ეტყობა, ეხლა ეს ბუნებრივია შენობებს არ დაეტყობა და მოქალაქეების სახეზე, მაგრამ პოლიტიკას არ ეტყობა დიდად და ჩვენ პოლიტიკოსები გვარწმუნებენ, რომ კანონმდებლობას დაატყვეს კვალი, მათ მოახდინეს ევროკავშირის კანონებთან ჰარმონიზაცია, საქართველოს კანონმდებლობის ერთი ნაწილისა და ამ მხრივ მუშაობას აგრძელებენ, მაგრამ ამ ჰარმონიზაციამ რა მოუტანა საქართველოს კანონს რისთვის იღებ, ხო? როგორც ძველი რომაული სამართალი გვაუწყებს, ხალხის კეთილდღეობა არის უზენაესი კანონი. შესაბამისად, კანონი უნდა ერგებოდეს სწორედ ამ კეთილდღეობის ამოცანებს. ამასაც დიდად ვერ ვატყობთ. ამ ფონზე სამაგიეროდ ხედავთ, რომ რბილად რო ვთქვათ, ევროსკეპტიკოსები მომრავლდნენ, ევრომოძულეებიც ჩვენ მოვისმინეთ, ახლა ევრომოძულეს ნამდვილად არ უწოდებ, მაგრამ მოვისმინეთ მძიმე საუბარი ქალბატონ ნინო ბურჯანაძისაგან, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან. ის ძრახავდა ევროკავშირს და არც ხვენდა და მძიმე სიტყვებით ამკობდა იმის გამო, რომ ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა შესთავაზა და მისცა რიგ მცირე ჯუჯა სახელმწიფოებს, ოკეანიის რეგიონიდან და საქართველოსთვის ეს ვერ გაიმეტა. და ნახე პირდაპირ არ ვთქვამს, რომ ეგეთი ევროკავშირი რად გვინდაო, მაგრამ როცა ამ ლოგიკით შენ აკრიტიკებ ამ ხელას საერთაშორისო გაერთიანებას და ქვეყნების ასეთ გაერთიანებას, ქვეტექსტი სრულიად გამჭვირვალეა. ერთი აქტუალობის მოკლება საკითხისათვის და მეორეა ნიჰილისტური დამოკიდებულების გაჩენა საქართველოს ევროკავშირში სწრაფვისაკენ და აქედან შეიძლება რაღაც რამდენიმე ნაბიჯი რჩებოდეს საერთოდ ხელჩაქნევისაკენ, ეს გინდ ყოფილა, გინდ არა, ან ეს არის ძალიან შორეული ორიენტირი და მე ამას ვერ მოვესწრებ და ასე შემდეგ. მოკლედ შეიძლება გაჩნდეს ნიჰილისტური განწყობა ამის მიმართ. მეორე მხრივ, როცა ევროკავშირის ახლოდან აკვირდები, ხვდები, რომ სულაც არ არის უპრობლემო გაერთიანება, ეს არ არის მხოლოდ თანასწორთა გაერთიანება, იქ არიან სახელმწიფოები, რომლებიც წამყვან როლს თამაშობენ, არიან სახელმწიფოები, რომლებიც ხან ახერხებენ თავიანთი ინტერესების გატანას და დაცვას, ხანაც ისინი, მძულებულები არიან დათანხმდნენ. დიდ და ძლიერ სახელმწიფოებს, 4 ძლიერი სახელმწიფო წარმართავს ევროკავშირს, როგორც ცნობილია და სხვადასხვა წარმოუდგენელიც არის, ეს ასე არ იყოს.
მოკლედ, მოდი ჯერ შევხედოთ რეალურად რა გვიჭირავს ხელში, მით უმეტეს რომ აგერ ამ თვეში შესრულდება 1 წელიწადი მას შემდეგ, რაც ასოცირების ხელშეკრულებას, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა საქართველოს ხელი და ჩვენ მოქალაქეებს არ დაგვინახავს, რაც არ ნიშნავს, რომ არ არსებობს, მაგრამ არ თვალსაჩინო არ გამხდარა ის თუ რა სარგებლობა მოუტანა ამან საქართველოს, რაში გამოიყენა ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერილი ხელშეკრულება. საქმე არ ეხება მხოლოდ კანონების ჰარმონიზაციას და ნორმების შესაბამებას ევროპულ კანონმდებლობასთან. საქმე ეხება პოლიტიკას, საქმე ეხება ვაჭრობას და ასე შემდეგ. Ну, პირველი ალბათ დავიწყოთ იქიდან, რომ თლად ბოლომდე ვერ გავიზიარებ, რომ არაფერი არ მოუტანია, თუნდაც რომ ესეც იყოს და მე ამას მოგვიანებით დავუბრუნდები ამ საკითხს. მე არ ვფიქრობ, არ მოუტანია, მე უფრო შეიძლება ასეთი წარმოდგენა შეიქმნას. პირველი რაც ესე იგი ამ ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ საქართველოს გაუჩნდა, ეს არის შანსი, რომ ის გახდეს რეალურად ევროპული სახელმწიფო და დაიწყოს ევროპეიზაცია, რომელიც არის საკმაოდ ძელვადიანი თქვათ პერსპექტივა. მიუხედავად იმისა, შეიძლება ვიღაცა დაგვეთანხმოს, ვიღაცა არ დაგვეთანხმოს, თქვათ, რამდენი ხანი ჭირდება აქამდე თქვათ ნაკლებად ევროპული ფასეულობის მქონე სახელმწიფო ქონდა თუ რაღაცა, ფაქტია რომ ყოველ შემთხვევაში დასავლეთ ევროპის ბევრი ქვეყანა თulis რომ ეს პროცესი მხოლოდ ეხლა დაიწყო და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ საქართველოს უკვე აქვს სტრატეგიული ორიენტირი. თუ დავაკვირდებით თქვათ ასოცირების ხელშეკრულებანი, ჩვენ ვიყავით ფაქტურად ამორფულ მდგომარეობაში, გამომდინარე იქიდან რომ საქართველოს არ იყო არც ერთი თქვათ რაღაც რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, ჩვენ გამოვედით ესეთიდან 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, ну ასევე არ ვიყავით არასდროს თქვათ სხვა უსაფრთხოების თქვათ რუსეთის გარშემო შექმნილი სხვა უსაფრთხოების ბლოკების წევრები და აქედან გამომდინარე საქართველოს ბუნებრივია ესე დიდხანს ვერ დარჩებოდა და საქართველოს ჭირდებოდა ну გარკვეული რაღაც ასოცირება თუნდაც სიმბოლური რომ მას ქონოდა თქვათ მკვეთრი რაღაც სტრატეგიული კურსი ჩვენ კურსი საგარეო პოლიტიკური აქამდეც ქონდა მაგრამ აი კონკრეტული ორიენტირი თუ საით უნდა ვიმოძრაოთ გაჩნდა მას შემდეგ რაც ჩვენ მოახერხეთ და საქართველოს თქვათ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას რომელიც რა თქმა უნდა თქვათ დღეს და ხვალ შესაძლოა ამან ესეთი შედეგები ვერ მოიტანოს და ამაშიც მე მგონი თლაც სწორი არ ვიქნებით გამომდინარე იქიდან რომ მე მგონი გარკვეული პრობლემები გაჩნდა ამასთან დაკავშირებით გამომდინარე იქიდან რომ პოლიტიკოსებმა ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიცია თუ ხელისუფლება გააჩინეს საკმაოდ მაღალი მოლოდინი გამომდინარე იქიდან რომ მათ თავისთვის გამოიყენეს ეს თქვათ პროევროპული განწყობები მოსახლეობის და ხანდახან იქნებოდა ესეთი შთაბეჭდილება რომ ნუ ჩვენ თქვათ ასოცირების ხელშეკრულებას თუ მოაწერთ ან თუ საქართველოს არ ვიცი გახდება ევროკავშირის წევრი და ნატოს წევრი ნუ ეს არის რაღაც ღვთიურ მანანასავით ნუ ყველა აბსოლუტურად სამსახურს იშოვის ნუ აქ ეს იქნება დემოკრატიის ოაზისი და რაღაც მე მგონი ეს ცოტათი გადაჭარბებული მოლოდინი არის და სამწუხაროდ არა მარტო პოლიტიკოსებმა ამაში გარკვეულ როლს ალბათ ღებულობდნენ ექსპერტები არა სამთავრობო სექტორი ნუ არ ვიცი ჟურნალისტები შესაძლოა და სხვა და ნუ ამან გააჩინა გარკვეულწილად ესეთი მოლოდინი რაც რა თქმა უნდა სწორი არ არის თუ ჩვენ დავაკვირდებით თქვათ იმ ევროპის სახელმწიფოებს რომლებიც ახლა ხან გახდნენ ევროკავშირის წევრები ავწინათ საუბარი მქონდა ერთ-ერთ ხორვატიის წარმომადგენელთან რომელმაც ისაუბრა ხორვატიის გზაზე ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით და მან გამოთქვა ესეთი რაღაცა რომელიც შესაძლოა ქართველი მსმენელისთვის ცოტა უცნაურად ჟღერდეს მან თქვა რომ ჩვენთვის მაგალითად ჩვენც ასევე გვეჩქარებოდა ევროკავშირში გაწევრიანება თუმცა ეხლა რომ დავაკვირდით მას შემდეგ რაც გავხდით ევროკავშირის წევრები ალბათ ჯობდა რომ კიდე მოგვეცადა 3 ან 5 წელიწადი რომ ჩვენ ყოფილიყავით ბოლომდე მზად იმ გამოწვევებისთვის რომელიც ჩვენ წინაშე აღმოჩნდა როგორც კი ევროპაში გავწევრიანდით ჩვენთვის ეხლა ეს არის გაუგებარი ფრაზები გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ სხვა პრობლემები გვაქვს და ჩვენ სიტუაციიდან გამომდინარე თქვათ ნებისმიერ ამ ორგანიზაციებში გაწევრიანება ნატოში გასაგებია რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ევროკავშირში ჩვენ გონია რომ ეს პრობლემას თქვათ ავტომატურად გადაწყვეტს მაგრამ ეს ასე არ არის და ამასე მიუთითებს ბევრი ქვეყნის მაგალითი მათ შორის ხორვატიის თქვათ იგივე სხვა ქვეყნების და ეს რატომ მოვყევი ახლა რომ მიუხედავად იმისა რომ ჩვენი გეზი მეტნაკლებად ასე თუ ისე და ორიენტირი ცნობილი არის ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები რომელზეც საუბრობენ ჩვენი მეგობრები მათ შორის გუშინ და გუშინწინ მზადდებოდა ესტონეთის პრეზიდენტი რომელმაც თქვა რომ მიუხედავად იმ სკეპტიკოსებისა რომლებიც არსებობენ ევროპაში და ევროპის გარეთაც რომელსაც დიდი იმედი არ აქვს რომ საქართველოს შეძლებს თქვათ და
მოახერხებს უახლოეს ხანში ასე ვთქვათ გაუძლოს იმ წნეხს და რეალურად შეასრულოს ის პირობები, რასაც ჩვენ განითხოვენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები. წნეხი რატოა ეს? ანუ წნეხი იმ თვალსაზრისით არის, რომ ვთქვათ, გარკვეულწილად რა ართულებს ამ პირობათა შესრულებას? რა თავისებურებები ახლავს ქართულ პოლიტიკას ან ქართულ კულტურას ისეთი, რაც ამის გაკეთებას ართულებს. ხო, ეს ძალიან საინტერესო საკითხია, იმიტომ რომ ერთია, როგორც იტყვიან ხოლმე, გარე ფაქტორები, საგარეო პოლიტიკური კონიუნქტურა, რუსეთის დაწოლა საქართველოზე, იქ ევროპაზეც შესაძლებელია, მაგრამ საქართველოზე დანამდვილებით და რუსული გავლენა შიდა პოლიტიკაში და მეორეა საკუთრივ პოლიტიკური ნება ხელისუფლების. მესამე კიდევ შეიძლება იყოს ამას კითხვების სახით მე არ ვარაუდობ არაფერს, ხო? თუ ეს ფაქტორები ან კიდე თუ რამე სხვა ფაქტორები ეგებ თქვენ თქვათ. მესამე შეიძლება იყოს შიდა წინააღმდეგობა საქართველოში, ან რაღაცა მოქალაქეთა ნაწილის, გარკვეული ჯგუფების, რომლებიც ასევე კონკრეტული ღირებულებებით არიან აღჭურვილი, შიდა წინააღმდეგობა ამ ევროპული ინტეგრაციისადმი და ამის სიტყვიერ გამოხატულებას ჩვენ სინამდვილეში ვაწყდებით ხოლმე, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს ძალიან წამყვანი ხაზია და ეხლა სხვებით სამჭკუაზე და დუმილით ეთანხმებიან. ასე ნამდვილად არ არის. ესე როცა თქვენ ამას წნეხს უწოდებთ, წნეხი ის არის, რაც შენ ხდის იძულებულს, რაც შენ დისკომფორტში გაქცევს და ეხლა თუ დისკომფორტია საქართველოსთვის ევროპისკენ სწრაფო, მაშინ ესეც ვთქვათ. ამ შემთხვევაში წნეხი იმ გაგებით არის, რომ საქართველოს უნდა თავის თავზე აიღო და უნდა შეასრულოს ის ვალდებულები, რომელიც გაიარა ბევრმა სხვა სახელმწიფომ. ამ შემთხვევაში ლაპარაკი არის მარტო თქვა არა იმ პოლიტიკურ თქვა ეგრეთ წოდებულ ამ ბენჩმარკებზე, რომლის შესრულებაც თქვა ევალება, ასევე საუბარი არის თვითონ საზოგადოების ტრანსფორმაციაზე და თვითონ საზოგადოების შიგნით, აი წინააღმდეგობები, რომლებიც არსებობს, რომელიც შეიძლება იყოს რელიგიური, სოციალური, პოლიტიკური, უამრავი სხვა, ანუ ეს თქვა მარტო იმითი, რომ ჩვენ დღეს განვაცხადოთ, რომ ჩვენ დღეიდან ვართ ევროპელები, ეს არ გმარა. ანუ სწორედ ამიტომაც არის, რომ ეს ამ პროცესს დახიან ევროპეიზაციის პროცესს, რომელიც შეიძლება ქართველის მელეც ცოტა გაუგებარი იყოს იმ გაგებით, რომ რა დროს ევროპეიზაციაზეა საუბარი, როდესაც ჩვენ ფაქტიურად თქვა ეს პროცესი შეიძლება დიდი ხანია დაწყებულია საქართველოს და ყოველ შემთხვევაში ესე მოეჩვენოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენი პარტნიორებისთვის ეს ასე არ არის და ამის რამდენიმე მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, ხო, თქვა თუნდაც იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო წლებში იყო და ნუ თქვა დღემდე გრძელდება, იგივე ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება, თქვა ზოგადად პლურალისტთან დაკავშირებით, ასევე ნუ რელიგიურ უმცირესობებთან, სხვა უმცირესობებთან დაკავშირებით, არის კიდე სხვა საკითხები, კულტურული, ეკონომიკური, უამრავი რაც, რომელიც ესე სწრაფად ვერ მოგვარდება. თუმცა ეს საქართველოს ამ მხრივ არ არის უნიკალური, ზუსტად იგივე გამოწვევები ჰქონდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, თქვა იგივე პოლონეთს, სადაც ასევე სერიოზული პრობლემები იყო, რუმინეთი, რომელშიც მეტნაკლებად საქართველოს მსგავსი სიტუაცია იყო და იქაც თქვა ეკლესია და რელიგია საკმაოდ დიდ როლს თამაშობდა, დღემდე თამაშობს ამ კუთხით. კიდე სხვა ფაქტორები, რომელიც მნიშვნელოვანია, ამ კუთხით რა თქმა უნდა ეს გარკვეული ზეწოლა არის იმ გაგებით, რომ ნუ რეალურად შენ ესე იგი ამ პროცესში ტრანსფორმაციის პროცესში რაღაც ცვლილებები ხდება, ხო? და ნელ-ნელა შენ უახლოვდები იმ სივრცეს, რაითკენაც თქვა მთლიანად მოსახლეობის თქვა უმრავლესობამ გადაწყვიტა და ამ პროცესში ბუნებრივია შენ რაღაცას იღებ და ამავე დროს რაღაცა იცვლება, ხო? იმის მიხედვით თქვა ნუ როგორც ეს თქვა თანამედროვე სახელმწიფოს მოეთხოვება და რა თქმა უნდა ყველა და ჩვენ ამას ხედავთ საზოგადოებაში დასამალი არ არის, ყველა მოგებული არ იქნება. პოლიტიკურს, კულტურულს, სოციალურს, რა ვიცი, დემოგრაფიულს, ყველანაირს, იმიტომ რომ თქვა ახლა რომ შევადარო თქვა ერთი ალბათ 15-20 წლის უკან, აი ჩვენ ახლა ორი უნივერსიტეტებში მუშაობ და ალბათ დამეთანხმებით რომ 20 წლის უკან ვიღაცას რო ეთქვა რომ ქართულ უნივერსიტეტში ცოტა ხანში გამოჩნდებიან უცხოელი პროფესორები, რომლებიც აქ ჩვეულებრივად იმუშავებენ, წაიკითხავენ ლექციებს და მათ შორის სტუდენტებიც უცხოელი, რომლებიც ის ანუ ალბათ არავინ არ დაიჯერებდა ამას, მაგრამ ცხოვრება მოიტანა ამ განათლების ინტერნაციონალიზაციასთან ერთად ეს უკვე ბუნებრივი პროცესი გახდა, მართალია ახლა ყველა უნივერსიტეტს არ ეხება ესე თქვა მთლად ესე გავრცელებული არ არის, ფაქტია რომ უკვე ხდება. ასევე იქნება მომავალში თქვა იგივე რაც უფრო უახლოვდები თქვა ამ ევროპულ სივრცეს, მით უფრო მოხდება თქვა ესეთი ტიპის რაღაც, რაც გარკვეულწილად გამოწვევაც არის ჩვენი თქვა იგივე ნუ რაღაც სოციუმისთვის იმ გაგებით რომ
ვთქვათ, ვიღაცისთვის შეიძლება ვიღაცისთვის მოსაწონი იყოს, ვიღაცისთვის ნაკლებად მოსაწონი და საერთოდ როგორც ხშირად ხდება რეფორმების პროცესში, ეს არ არის ვთქვათ ერთგვაროვანი ამ საკითხთან მიმართებაში. მე მინდა ისევ იმ საკითხს დაუბრუნდე და ესე იგი ასე ვილაპარაკო, რომ ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ ერთი შეხედვით თითქოს ჩანს, რომ ვთქვათ ესეთი გარღვევები და ამ გარღვევების სიმართლე არავინ არ მოელოდა, არ ჩანს, მაგრამ თუ გადავხედავთ იგივე სტატისტიკას, ფაქტია, რომ ვთქვათ იგივე ჩვენი ექსპორტი 30%-მდე ვთქვათ გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებში. ეს მოსალოდნელიც იყო მეტნაკლებად, მაგრამ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? შეიძლება ხა დღეს ეს მოსახლეობას დღეს არაფერს არ ეუნება, მაგრამ თუნდაც ეკონომიკის დივერსიფიკაციის თვალსაზრისით ჩვენ როცა ვხედავთ თუ როგორ რა ხდება თქვა იგივე სხვა ქვეყნებში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, იგივე თუნდაც საქართველოში, როდესაც რუსეთს საქართველოს ამ ეგრეთ წოდებულ ნორმალიზაციის პროცესის შედეგად რუსეთის ასე თქვა ეკონომიკური აქტიურობა გაიზარდა და ფაქტობრივად მესამე სახელმწიფო გახდა ჩვენი სავაჭრო პარტნიორი. ამის საჭიროა გარკვეული დივერსიფიკაცია და აი ასოცირების ხელშეკრულება სხვა თქვა პლუსებთან ერთად იძლევა ამის საშუალებას, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის და მე მგონი რაც არის გასაკეთებელი როგორც საზოგადოების მხრიდან, მთავრობის მხრიდან, ასევე ნებისმიერი მოქალაქის მხრიდან ეს არის რომ ჩვენ მე მგონი არასწორი აქცენტები გვაქვს გაკეთებული ამ ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით იმ გაგებით რომ ჩვენ ვითხოვთ აი როგორც პატარა ბავშვი არის რაღაც ესე ყოველთვის რომ ჭიჭყინებს რაღაცა და ყოველთვის მუდმივად უნდა რაღაც მეტი და ეს კარგად აღიქვეს ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა. სწორედ ეს იწვევს გარკვეულწილად ხშირად აი ამ თქვა რა როგორ თქვა თქვათ იგივე ამ ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომელსაც მე დარწმუნებული ვარ, ალბათ მომავალწელს თუ ყველაფერი კარგად ჩაიარა და საქართველო მაინც მიიღებს, აი ესეთი საკითხების გადადებას გამომდინარე იქიდან, რომ უბრალოდ ჩვენს პარტნიორებს, რომელსაც მართლა ჯერათ, რომ ამაზე თანხმობა არსებობს, რომ დღეს თუ ხვალ საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, მას აქვს ევროპული მისწრაფებები. დღეს ისინი მზად არ არიან პერსპექტივაზე ისაუბრონ და ის გამოჩნდა რიგაში სამიწეც არ ხსენებიათ სიტყვა პერსპექტივა. არ ხსენებიათ, მაგრამ ამავე დროს მათ ეშინიათ ეს სწრაფი, ასე თქვა, ტრაექტორია, რომელიც აიღო საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ, გამომდინარე იქიდან, რომ მათი აზრით ეს სახელმწიფოები დღეს მზად არ არიან. დღეს აი სურვილი რო იყოს პოლიტიკური ნება და ჩვენ ვიცით რომ ეს ნება არ არსებობს. თვითონ სახელმწიფოების შიგნით, გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობა, ზოგადად ეს გაფართოება ბოლო მაინც-მაინც წარმატებული არ აღმოჩნდა, კონკრეტულად რუმინეთის და თქვა ევროკავშირის შიგნით გულისხმობთ. კი, ანუ თქვა ბულგარეთის გაწევრიანება და აი ესე თქვა აი ამ ორი ქვეყნის უკეთ რაღაცნაირად ესე ბოლომდე ჯერ ვერ მოახერხეს ასე თქვა მათი გათავისება და ამას ემატება პლუს ეს უკანონო ემიგრაცია, უამრავი სხვა საკითხები, რომელიც სერიოზული პრობლემების წინაშე აკეთებს ევროკავშირს. კონკრეტულად ერთი რამ მინდა გითხრა, როდესაც ისინი ბულგარეთს და რუმინეთს ეპატიჟებოდნენ და შეიყვანეს ისინი ევროპის კავშირში, ამას ჰქონდა ცხადად ქონდა პოლიტიკური დატვირთვა, მაგრამ ამ პოლიტიკურ დატვირთვაში თუ იყო ამ ქვეყნების, იგი რუსეთის გავლენის სფეროდან კიდევ უფრო დაშორების შემადგენელი. ეს რა თქმა უნდა იყო, მაგრამ ეს არ იყო ძირითადი მოტივი. ძირითადი მოტივი მაინც იყო, ასე თქვა, პოლიტიკურად და იმ კუთხით, რომ მაგალითად რუმინეთის სპონსორი იყო ამ შემთხვევაში საფრანგეთი, გამომდინარე იქიდან, რომ კულტურულად და ზოგადად მონათესავეები არიან და ამ შემთხვევაში საფრანგეთი იყო ის, თქვა, სახელმწიფო, რომელიც ტორპედირებას უკეთებდა რუმინეთთან დაკავშირებით. ნუ ახლა რუმინეთის საკითხი რო დგებოდა, ბუნებრივია ბულგარეთი ესე ვერ დარჩებოდა და გერმანია ბულგარეთის კულტურული და საერთოდ ისტორიული ურთიერთობებს თუ გავითვალისწინებთ, გერმანია ბულგარეთის დიდხანს ვერ დარჩებოდა და ну ასე ჩვენთან ჟარგონზე რო იყვნენ პოსტლეზე მიიღეს რა და აღმოჩნდა რომ და მათ ეგონათ რომ თქვა ასევე ასეთი ამავე პრინციპით იყო ზოგიერთი სახელმწიფო მიღებული მათ შორის თქვა ბალტიისპირეთის ქვეყნები და თქვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მაგრამ იმ შემთხვევაში გაამართლა ეს შემთხვევები ცოტა უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ისინი ელოდნენ რომ მაგალითად მე ერთი კვირის უკან ვიყავი ბულგარეთში და ვსაუბრობდი კიდეც ახლა რომ განსვიფრებული ვიყავი რომ ეს ქვეყანა რომ ნახე მე კიდევ უფრო მეტი ოპტიმიზმი დამეუფლა რომ საქართველოს ისევე როგორც თქვა მოლდოვას ну რა ვიცი ახლა დიდი ცვლილებები რო გითხრათ რაღაც ტრანსფორმაცია მოხდა მეთქი თქვა ამ საზოგადოებას და ჩვენ შორის დიდი ვერაფერი ვერ შენიშნა. ყველაზე ცუდი რაც არის შენიშნა ცუდი იმ თვალსაზრისით და აი სწორედ ამაზე არის ახლა ამახვილებენ ყურადღებას ევროპელი პოლიტიკოსები და გადაწყვეტილების მიმღები პირები რომ ამ ქვეყნებში დღემდე სამწუხაროდ ვერ მოგვარდა ესეთი პრობლემები როგორიც არის კორუფცია, მათ შორის პოლიციაში სხვა საკითხები, რომელიც საქართველოს უკვე დიდი ხანია დაძლია. ამ კუთხით თუ ესე იგი თქვა ესე თქვა სამართლიანად მიუდგებით ხო რაღაც პარამეტრები საქართველოს ამ ქვეყნებზე წინ არის. ეს არ ნიშნავს სხვადასხვა პარამეტრებია კიდე რომელიც უნდა გაიზომოს, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვა იგივე ალბანეთთან დაკავშირებით, კიდე სხვა სახელმწიფოებთან დაკავშირებით, მაგრამ თავარი არის რომ დღეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ზოგადად თანხმობა არსებობს იმაზე რომ
აი როგორც ჩვენი აღმოსავლელი მეგობრები იტყოდნენ, ინშალა, ანუ მომავალში საქართველო გახდება, ასე ვთქვათ, ამ ევროპული ოჯახის წევრი. უბრალოდ ლაპარაკი არის ხისნება იქნება. მაგას ნიშნავს. რა თქმა უნდა. ანუ უბრალოდ ლაპარაკი არის იმას, რაზე ჩვენ ვერ თავხდებით, ეს არის დროზე. ანუ ჩვენ გონია, რომ ეს უნდა მოხდეს დღეს, ხვალ, არ ვიცი, 2-3 წლის განმავლობაში, როდესაც 2-3 წელი არ არის არ გონია. ნუ ყოველ შემთხვევაში, ჩვენი შეხედულებები უფრო რბილად რო თქვა, უფრო ოპტიმისტურია, ვიდრე თქვათ იგივე ევროპელი პოლიტიკოსი. სვენელი ყავს კომუნიკაციად გაწყვეტებით, მოდი მოვუსმინოთ. გამარჯობა, გისმენთ, გაუდინეთ უკაცრავად. არა ვიცი, გამარჯობათ. სალამი. ერთ-ერთ ტელერადიო არხზე, ერთ-ერთ ჭარმაგმა პოლიტოლოგმა და ექსპერტმა ასეთი რამ განაცხადა, რომ რასეჩიტო ღარიბაშვილსო კარგი ბიჭია არ უწია, მაგრამ აიქო ევროპაშიო ისეთ მსხვილი ბობოლა სახელმწიფოების მეთაურებს, ანუ როგორც კანცლერი მერკელია და პრეზიდენტი ოლანდი და მოგერინი და სხვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებიო, თავსო თანასწორად გრძნობსო და თითქოს აი მათი თანასწორია და ტოლფასიო და მე ვფიქრობ თავს მაგი ბატონი ღარიბაშვილი ასე იმიტომ გრძნობს, რომ ძალიან თავდაჯერებულია თავის თავში რატომღაც რა მიზეზებით არ ვიცი და თავხედიც არის და ეს გამოიხატება მის ინტერვიუებში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და იმით დაუმსახურებია კეთილგანწყობა მერკელის და ოლანდის და სხვების, რომ იქ რაღაც პიკანტური ამბები მოუყოლია, ანეკდოტები და ისინი კარგად გამხიარულებულან და ანეკდოტების მომყოლი გვახსოვს მისი მამობილი, გვიყვებოდა ანეკდოტებს და რა ანეკდოტურ სიტუაციაში ახლა ქვეყანა კი ვხედავთ და მას ის ვერ შეძლო მან და არ შეძლო და ვერ შეძლო საზღვარგარეთ ასვლა და მუცხო ევროპული ქვეყნების ლიდერებთან და ამერიკის პრეზიდენტს შეხვედრა, თორე იქ საერთოდ თავს მოგჭრიდა ის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. აი ეს უკვე ჭრის თავს, ნუ თუ ეხლა პრემიერ-მინისტრის შეფასება უნდა ხდებოდეს იმის მიხედვით, თუ ის როგორ ანეკდოტს მოუყვება და როგორ გააღიმეს იქ ოლანდს და მერკელს, თუ თავის საქმიანობით რამ მდგომარეობაში ყავს ქვეყანა და ხალხი და რაც შეეხება რომ ის კიდე გავიმეორებ ის ჩემი გადმოსახედი და ვინმეს ეწყინება ცივი წყალი დავდევის ის არის თავხედი და უზრდელი ეს გამოიხატება იმაში რომ იქ ყვება ანეკდოტებს აქ ყოფილ მთავრობას და ყოფილ პრეზიდენტს ძალიან უზრდელურად მოიხსენიებს უზრდელური სიტყვებით არ ვიცი ნუ კარგი, მოდი დავსვათ. რა უნდა ვქნათ? აი ესეთი პრემიერ-მინისტრი და ანეკდოტებით და ესეთი თავხედი და უზრდელი შეგვიყვანს ევროკავშირში. სხვა რამესაც ხო უყურებენ გარდა ღიმილისა ის ევროკავშირის მეთაურები და იმ სახელმწიფოების ხელმძღვანელები. და კიდე ერთი რაც მთავარია, ამ პრემიერ-მინისტრს თავის ერთ-ერთ მინისტრად ყავს ის ქალი, მისი ყოფილი თავმჯდომარე, რომელსაც კახურად დედას და რაბინებდა და გვახსოვს ეგ ამბავი, მაგრამ პრემიერ-მინისტრი არ არის პოლიტიკის ერთადერთი წარმმართველი და გამსასვლელი ქვეყანაში. ხო, ჩვენ ლაპარაკობთ კი ბატონო მაგ საკითხებზეც, მაგრამ ლაპარაკობთ სხვა საკითხებზეც, კერძოდ თვითონ იგივე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ეხანდელი პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობა ვის გამოხატავს კი ქართული ხალხის ნებას იმ სისავსით რანებაც ეს ქართულ ხალხს აქვს, ხო? ანუ ერთია მთავრობის პოლიტიკა და მეორეა ამ პოლიტიკაში არის თუ არა ქართული ხალხის, ქართული ამორჩევლის თუ საქართველოს მოქალაქეების უმეტესობის სურვილი, სწრაფვა და ნება აკუმულირებული. ხო, ნუ რა ვიცი, ეხლა ჩემთვის თუ ეს პოლიტიკურმა კლასმა მოიფიქრა, მოდი ეხლა ჩვენ მოვახდინოთ ევროინტეგრაცია და მერე აი ამას ეუბნებიან მოქალაქეებს, სთავაზობენ როგორც მათსავე არჩევანს. მე მგონი ეს იყო ქართული პოლიტიკური ელიტის გადაწყვეტილება, იდეა, რომელიც ეხლა არ აღმოცენილა და საკმაოდ თავისი საფუძველი უკვე დიდი ხანია და ბუნებრივია, თქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება შეიცვალა და ნუ თქვათ რაღაც იგივე საგარეო პოლიტიკურ
ხელისუფლებასთან დაკავშირებით თქვა რაღაც ცვლილებები არის, იგივე რომ შევადაროთ რბილად თქვა ყოფილ ხელისუფლებას, მაგრამ ვერც ეს ხელისუფლება ვერ შემდგომი და ამის შემდგომით ალბათ ვერ გაბედავს ძირითადად ხალხის და ზოგადად საზოგადოების დაკვეთი წინააღმდეგ წასვლას, რაც კონკრეტულად გამოხატულია იმაში და ეს მკაფიო იგრძნობა თუნდაც იმ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევების შედეგების მიხედვით, სადაც ხალხი პრინციპში უმრავლესობა თანახმაა, რომ საქართველოს უნდა გახდეს ევროპის 65% იყო თუ არ ვცდები ბოლო NDI-ის კვლევით 65%. კი ბატონო, მაგრამ ეს არის საკმაოდ თქვათ ძლიერი სიგნალი იმისათვის, რომ ხელისუფლებამ თქვათ გააგრძელოს, შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ინერციით აგრძელებს ამას თუ რაღაც თავისი ახალი რაღაცა შეაქვს, მაგრამ ფაქტი არის, რომ ყოველ შემთხვევაში ეს ხელისუფლება თქვათ აგრძელებს ამ კურსს და ჩვენ ეს ნახეთ თქვათ თუნდაც ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, მიუხედავად იმისა, შეიძლება ვიღაცას არ მოსწონს, ფაქტია, რომ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ჩვენ რაღაც ხელშესახები ისეთი, რომ გადაუხვია თქვათ რაღაც ესეთი მთლიანობაში კურსს, ესეთი რაღაც არ გვაქვს. მაგრამ ამავე დროს უნდა ობიექტურობისთვის ასევე უნდა გავიხსენოთ ის, რომ საკმაოდ კარგი სიტუაცია ნახდა ამ ხელისუფლებას იმ გაგებით, რომ თქვათ ყოფილ ხელისუფლებასთან დაკავშირებით კონკრეტულად უკრაინის სიტუაციამ ძალიან შეცვალა ჩვენი დამოკიდებულებები, თუნდაც თქვათ იმ გერმანიის ლიდერთან იქნება ეს თუ ზოგადად დასავლეთის სახელმწიფოებთან, იმ გაგებით, რომ რეალურად დღეს თქვათ გერმანულ-ქართული ურთიერთობები ოდნავ უკეთესი არის, ვიდრე თქვათ ეს იყო წინა წლებთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ ომის მერე გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ რეალურად აეხილათ თვალი რა იყო სინამდვილეში თუ არა, ერთი ეს იყო და მეორე რეალურად ეს ხელისუფლება მეტნაკლებად ახორციელებს იმ პოლიტიკას, რომელიც მათთვის უფრო კომფორტული არის. იმ გაგებით, რომ გერმანელები ამბობდნენ, რომ თქვენ ხართ პატარა მცირე სახელმწიფო და მე ჩვენ გვესმის, რომ თქვათ არაწუხებენ თავიანთი სიმართლით ევროპას, ასე ვთქვათ. ესეც შეიძლება ითქვას და რა თქმა უნდა ეს კარგად ჯდება გერმანულ ნარატივში, რომ ესე იგი ხო, უკაცრავად საქართველოს ხელისუფლების ვალდებულება რა არის? გერმანელები არ შეაწუხოს თუ თავის ინტერესები გაიტანოს? ზოგადად ეს მგონია, რომ საკუთარი ინტერესები უნდა ისე, მაგრამ ამ შემთხვევაში გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ცვლილებები მოახდინა, თქვათ იგივე რუსეთთან ურთიერთობაში, აი ამ შემთხვევაში ეს ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. აი ეს ცვლილება ტონთან და ზოგადად რუსეთთან ურთიერთობის დათბობის თვალსაზრისით, რაც პრინციპში აწყობა, მაგრამ ამითი ქვეყანა მოდელი ცალკე საკითხი, მაგრამ რაც ყველაზე სასაცილო არის, რომ ეს მიუხედავად იმისა, რომ თქვათ ეს რიტორიკა საქართველოს მხრიდან შეიცვალა და თქვათ შედეგები არ გვაქვს, თვითონ გერმანიამაც კი შეიცვალა ამ უკრაინის მოვლენების შემდეგ, თქვათ რუსეთთან უფრო ხისტი პოზიცია დაიჭირა, ვიდრე თქვათ ქონდა. აქედან გამომდინარე ამ თვალსაზრისით თლად ბოლომდე არ არის, თუმცა ის მომენტი, რომელიც აქამდე ყოველ შემთხვევაში ხშირად იყო განსაკუთრებით გერმანელ პოლიტიკოსებს, არც ფრანგებს ქონდათ ამასთან დაკავშირებით რაღაც განსაკუთრებული თქვათ შეხედულება, მათთვის საქართველოს იყო განსაკუთრებით ომის შემდეგ იყო თავსატეხი, სერიოზული თავსატეხი, იმიტომ რომ მორალურად ისინი ვალდებული იყვნენ თქვათ სახელმწიფოს დახმარებოდნენ, ჩვენ გვახსოვს რომ გვეხმარებოდნენ კიდე თქვათ ეკონომიკურად, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ეს არ იყო. და ამან ეს გარკვეულწილად იწვევდა რაღაც გულაცრუება საქართველოშიც და ასევე რაღაც მათი მხრიდანაც იყო გარკვეული რაღაც სტერეოტიპები და აი ამ სიტუაციაში მათთვის ეს სიტუაცია უფრო კომფორტულია, როდესაც საქართველოს ცდილობს თვითონ მოაგვაროს, როგორც ეს ხელისუფლება აცხადებს, თვითონ მოაგვაროს ეს პრობლემა რუსეთთან, თუმცა ცალკე საკითხი ეს რამდენად მოახერხებს და რამდენად რეალური არის. არ ვიცი ხა რა არ მოაგვარა, მაგრამ ვიდრე კითხავს პასუხი, პოლიციანელი მე იყო თქოლდება, ასევე გამარჯობა. გამარჯობა. ისმენთ გამარჯობა. მოგესალმებით და თქვენ სტუმართან ორი შეკითხვა მაქვს. დიახ. თუ შეიძლება მეპასუხეთ, აი ახლა ჩვენი გულუბრყვილო ხალხი ქართველები ოცნებობენ, რომ ივანიშვილი დაბრუნდეს ხელისუფლებაში. როგორ გონიათ თქვენ, კაცმა რომელმაც ასეთი ხალხი შეკრიბა მთავრობაში, რაიმეს მოახერხებს კიდევაც რომ დაბრუნდეს ქვეყნისთვის და მეორე შეკითხვა. გამოასწორებს რამეს და მეორე შეკითხვა. აი ევროპაში რომ არ ღებულობენ. მე სულაც არ ვამტყუნებ იმათ, რომ ჩვენი ხალხი ისე გათაღლით და რომ ქურდობის მეც არაფერს აკეთებს. 1-5%-ია შეიძლება პატიოსნად რომ შრომობს იქ და ეხატება. არა, იტყვეთ ხალბატონო, ასე 5% ძალიან დაბალი რიცხვია, გარწმუნებთ, მასე არ არის საქმე. თქვენ ალბათ უთუოდ იცით, რომ საქართველოში სავალუტო შემოდინებათა
ერთი მნიშვნელოვანი წყარო ეს არის სწორედ საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფი ქართველების შრომა და მათი აქეთ გამოგზავნილი ფული. ასე რომ ნუ იტყვით რომ 5% ცხოვრობს იქ პატიოსნად და 95% თაღლითობს. კი ბატონო, ფონი ცოტა მძიმეა. გუშინ წინ იყო ინფორმაცია რომ საფრანგეთში დაეჭირეს ქართულ სომხური შერეული ბანდა, რომელთაც ბრალი მძიმე დანაშაულს ძარცვაში ედებათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ასეთია იქ უმეტესობა. უმეტესობა იქ შრომობს, შეულობს ფულს და არჩენს აქ ოჯახებს და ახლობლებს. ასეა საქმე. ერთი მსმენელიც კიდე. გამარჯობა. გამარჯობათ. დიახ. თქვენი რესპონდენტი ძალიან განათლებული და კარგად ლაპარაკობს, მაგრამ ხო ხედავთ, უბრალო ადამიანისთვის არ არის ეს მისაწვდომი, იცით რატომ? აი ჩვენ ვლაპარაკობთ, ვერ მივიღეთ ვიზა ხო, არ მოგცეს ვიზა მიმოსვლის უფლება ჯერჯერობით. ალბათ ასე არ უნდა ვთქვათ, იცით? ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვერაფერი ვერ გავაკეთეთ იმისთვის, რომ ავიღოთ ეს ლიბერალიზაცია და ჩვენ არ გვეკუთვნოდა, იმიტომ რომ ეს არ შევასრულეთ ეს. არ მოგცეს, ეს არ არის სწორი. მე კიდე ვამბობ, აი არ მიგვიღეს, არა. ეს როგორც სტუდენტია, იცით, აბარებს და ვერ ჩააბარა და არ მიიღეს. და ეს ჩვენ ხალხს არ ესმის, იცით? აი დარეკა ახლა ქალმა და ამბობს ის ხელისუფლება ისეთია როგორც შენ ხარ შეუგნებელი და არ იცი ვინ აერჩიო და რა გააკეთო. როგორც საზოგადოება ისეთი ხელისუფლებაა და ის სოსონა ბიჭურიშვილმა რო დარეკა ძალიან ბევრი მიეცეთ თქვენ უფლება თქმის ის ყველგან რეკავს. მე წარმოდგენა არ მაქვს მსმენელის გვარსახელზე. საერთოდ არ ვიცი ვინ რეკავს, არ ვიცი ვინ რეკავს ქალბატონო, არც თქვენ არ გიცნობთ, თქვენ ბრძანდებით საქართველოს მოქალაქე. ეს რადიო არის თქვენიც, მისიც, ყველა შეუძლიათ დარეკოს, გამოთქვას თავისი აზრი. დიდი მადლობა რომ დარეკეთ თქვენ. ერთი მსმენელიც ამასობაში. გამარჯობა. გამარჯობათ ბატონო ჩემო, არ ვიცი ვის ეს სიამოვნება ან ვის არის სიამოვნება ჩემი ნათქვამი, მაგრამ ძალიან რაც გნებავ. სიამოვნა უზრდელი დათავხედი ჩემს პრემიერ-მინისტრს რომ უწოდა. ეს არის ინსტიტუტი, პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი და მისი შეურაცხყოფის უფლება არავის არ აქვს. მაშინ თქვას რა არის უზრდელობა, ანეკდოტების მოყოლა პირიქით ზრდილობის მაღალი ხელოვნება. იმიტომ რომ ადამიანს შეუქმნა კომფორტული გარემო და არ აიძულო რაღაცნაირად შებოჭილი იყოს, ეს არის მაღალი ხელოვნება და შევარდნაძე სოფლიო პოლიტიკოსაც ზუსტად მაგიტო აღიარეს ლამაზი ღიმილი რო ჰქონდა. ეს პირველი. მეორე მეტი არაფრის გამო? არა, მეტი არაფრის რა დააქცია საქართველოს მოგვაკერა იარლიყი ჩამორჩენილი ქვეყნის და ვეღარ გამოვედით იქიდან, იმიტომ რომ ჩამორჩენილი ქვეყანას არც განათლება ჭირდება, არც მრეწველობა ჭირდება, არც არაფერი. ის არის მომხმარებელიერი. 25 წელიწადია ვცდილობ დავამტკიცოთ, რომ ჩვენ გონებრივათაც, ფიზიკურათაც აი ქვეყნის ნედლეული იქნება თუ რაღაცა მადანი და ყველაფრით ვართ მზად იმისთვის რომ სამრეწველო განვითარებული ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო ვიყოთ და არ გვაძლევენ მაგის უფლებას და განათლება რო არავის არ მოსწონს და რო რეკავენ სხვათა შორის 100,000 აძლევს ზუსტად ის ევროპა მრჩეველს მისას რომელიც თამარ სანიკიძესთან ზის იქ სამინისტროში და საკმაოდ სკრუპულოზულად ამოწმებს როგორ მიდის ჩვენი განათლების სისტემა ეს გარეთ რაც თქვენ შეკითხვა დამისვით. მეორე, ჩვენ 33% იცით საიდან მოვიდა? ჩვენ რომ ვისწრაფვით ევროპისკენ დაუშვა და ვისი 33 ქალბატონო? რა 33? რუსეთისკენ და რომელსაც არ უნდა ევროპისკენ სწრაფვა და რომ გაიზარდა ეს რიცხვი იცით საიდან მოვიდა? იმიტომ რომ ჩვენ ევროპულ ვალდებულებებს ყიდებენ და უფლებებს არ გვაძლევენ და ეს ძალიან კომფორტულია მათთვის რომ არ მიგვიღონ იქ, იმიტომ რომ ჩვენ ამ სწრაფვაში ვალდებული ვართ შევასრულოთ ეს ის მაგალითად ვიზა ლიბერალიზაცია ჩვენ არ გვაძლევენ, სამაგერო თვითონ თავისუფლად უნდა შემოსვლა. ჩვენი პროდუქცია დაწუნებულია ეკოლოგიურად ხო ყველაზე სუფთაა ჩვენი პროდუქცია, მაგრამ ვინ თქვა ეს ქალბატონო? ვინ თქვა ეს რომ ეკოლოგიურად ყველაზე სუფთაა? იმიტომ რომ ახალი საიდან ამბობთ ამას? ახალი დანერგილია ჩვენთან ყველაფერი სუფთა იყო, გენმოდიფიცირებული არ იყო. კარგი, მოდი ფაქტებით ვილაპარაკოთ, ხო ეგ უკვე ეს ზუსტადაც რომ ჩვენთან არ იყო შეფუთვის ხარისხი. თქვენ მოგწონთ ISO სერტიფიკატის რომელიმე კამპეტი, შაქარი და წყალიაც არიელი. მოგწონთ რომელიმე ან ლიმონათი, ან
ძეხვი თუ მოგწონთ, სოიოთი შემზადებული, რა მოგწონთ, საერთოდ დღევანდელი და თანამედროვე. ლიმონად საერთოდ არ გიახლებით, მიმაჩნია რომ მავნე სასმელია. მე ჩემთვის ლიმონად საერთოდ არ გიახლებით. კარგი, ლიმონადზე არ ვლაპარაკობთ ევროინტეგრაციას, ერთი მსმენელიც და ამით ეს იქნება ბოლო მსმენელი, შემდეგ ბატონ კოკას მივცემთ კითხვას, სიტყვას. გამარჯობა, გისმენთ? მე მაინც ვფიქრობ, რომ საქართველოს თვითონ ევროპაში ჯერჯერობით არის ჰიპოთეზა, მეტი არაფერი არაა ჩვენთვის რეალობიდან გამომდინარე ესეა. მე ყველა ვარიანტი ესე ვხედავ, რომ სოფლის მეურნეობა უნდა გაძლიერდეს, ეს ნიშნავს, რომ იმდრო რომ სოფლის მეურნეობა თითქმის 60-70% ამით გავდება ჩვენი ესე ვთქვათ რეგიონია თუ მასშტაბია. შემთხვევაში როცა ჩვენ ჩვენთაგანი რაღაცა დავგავდებით ჩვენი სოფლის მეურნეობით რაღაც კოოპერატივები შეიქმნება, კოოპერატივი როცა შეიქმნა დაიწყეს თანხმობა, ქართველობა ჩაება, ეს ხასიათი. იქ დაიწყეს მახინაციები, არ მოვიდა ტრაქტორი რომ მოვიდა ვიღაცას მიცეს ის ვიღაცა. იქნებ კითხვა დასვათ, იმიტომ რომ სტუმარსაც რაღაცა დრო მინდა დარჩეს რა. არის არეული მონასტერი, აქ კითხვას ვერ დასვა, აქ უნდა ილაპარაკოს ყველას შეეხო ეს გასაჭირე. კარგი, დიდი მადლობა. ერთი კითხვა მეც მაქვს, მაგრამ ამდენი და კარგია რომ დარეკეს და თავისი აზრი გამოთქვეს, აქედან შეიძლება კითხების გამოდნობა თქვენ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, მაგრამ მე მაქვს ერთი კითხვა თქვენთან, საქართველოს ჭირდება თუ არა დაარწმუნოს ევროპის კავშირი, რომ ის არ აპირებს პარაზიტირებას ევროპის კავშირში და მას შეუძლია ის გამოწვევები, რასაც ევროინტეგრაცია უსახავს საქართველოს, მიიღოს ღირსეულად, ხო? როცა შენ ეწუწუნები ადამიანს, თუ შენ ხარ არ მიიღებ, მე დავიღუპები, იმას მაინც არ მოუნდება შენთან ურთიერთობა დიდად და მე არ ვძახი რომ ჩვენ მთავრობას ესეთი პოლიტიკა აქვს. არ ვლაპარაკობ მთავრობაზე, ვლაპარაკობ უფრო საზოგადოების განწყობებზე. ყოველგვარი თვითგვემის გარეშე ძალიან ღირსეულად, მშვიდად შეიძლება იცხოვრო, იმოქმედო და აჩვენო, რომ შენ შეგიძლია გაძლო ევროპის კავშირის გარეშე, უბრალოდ იგი რჩევნია ამიტომ და ამიტომ. და ამავე დროს შენ არაპირებ იყო პარაზიტი, არაპირებ იცხოვრო იქ ევროკრედიტებით და კონდეს შეძლებული სახელმწიფოების დახმარების იმედი. შენ შედიხარ როგორც სრულფასოვანი პარტნიორი, მართალია პატარა ქვეყანა, პატარა შესაძლებლობით, მაგრამ თავის შესაძლებლობის მაქსიმუმი. უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს მიუხედავად იმისა, მე ზოგადად წინააღმდეგი ვარ გეოგრაფიული დეტერმინიზმის, მაგრამ თუ დავაკვირდებით, თქვათ, აი თუ როგორ ჩანს და ევროპი და საქართველოს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ევროპა არ არის შორს, ხანდახან ზოგადად სტერეოტიპულ მეუბნებამ ამჯერად ჩვეულებრივ მოქალაქის დონეზე საკმაოდ შორი ჩანს, აქედან გამომდინარე, საქართველოს ნებისმიერ ხელისუფლებას უხდება, ხშირად შეიძლება მოგეჩვენოს არასამართლიანად, მაგრამ ორჯერ მეტის გაკეთება, ვიდრე თქვათ იგივე მოლდოვას ან უკრაინას გამომდინარე ამ გეოგრაფიული ფაქტორიდან, პლუს ამას ემატება პოლიტიკური ფაქტორები, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარტო საქართველოზე არ არის ლაპარაკი, ხო? ამ შემთხვევაში და გლობალურად უნდა შევხედოთ, თურქეთი უკვე რამდენიმე ათეული წელიწადია, თქვათ ევროპასთან ცდილობს ინტეგრირებას, ხო? ასოცირებული წევრია უკვე 60 წლების დასაწყისი. ესე იგი, ეხლა თქვენ როგორ გონიათ, ეხლა რამდენად ლოგიკური იქნება, ჩვენ ეხლა ამ თემას არ შევეხებით, ეს ცალკე ალბათ განხილვის საგანია და თქვათ რო იყოს დღეს ნება კიდეც, რომ თქვათ საქართველო მიიღონ და თურქეთი დატოვონ, ან უკრაინა მიიღონ და თურქეთი დატოვონ. ეს ხო, წარმოუდგენელი, აქ არის უამრავი სხვადასხვა კომპლექსური საკითხია. ეს მარტო ერთ საკითხს, ერთ ქვეყანას არ ეხება, მარტო ერთ თქვათ რეგიონს არ ეხება და მთლიანობაში არის სხვა თემებთან დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, მე მინდა აი ბოლომსმენელის თქვათ აზრს გავყვე და მან ნაწილობრივ და მეგონი სწორად შეაფასა, რომ ჩვენ მე მგონი ჩვენი საზოგადოება უფრო მოიგებს და ზოგადად ხელისუფლებაც ლაპარაკი იყოს არა იმაზე, რომ თქვათ მომავალ სამიძე რას მოგცემენ, იმის შემდეგ კიდე რას მოგცემენ და რაღაც აი როგორც წინა თქვი რაღაც ბავშვის პოზიციიდან, არამედ ჩვენ რას გავაკეთებ სამიტიდან სამიტამდე კი რასაც ჩვენი მეგობრები გვეუბნები, არამედ საქართველოს რამდენად არის მზად. ანუ ლაპარაკი იმაზე კი არ უნდა იყოს, შემდეგ სამიძე მოგცემული ლიბერალიზაცია, ეს რა თქმა უნდა ეს ხელისუფლება უნდა გააკეთოს და ეს მათი მანდატია და მათი მოვალეობა, მაგრამ ამავე დროს ხელისუფლება უნდა აკეთებდეს და საზოგადოება მთლიანად ჩართული უნდა იყოს, რომ ჩვენ როგორ გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობას, რომელიც ჩვენ მოგეცა ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ. არის თუ არა მზად თქვათ ჩვენი ბიზნესი თქვათ გაიტანოს რაღაც პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე, ეს არის ძალიან დიდი ბაზარი, ხო, რომელიც უფრო თქვათ ბევრი თქვათ უფრო მეტი შრომა აჭირდება, თქვათ აქ რო გახვიდე, მაგრამ
ჩვენ გვაქვს საბედნიეროდ ამდენიმე კარგი მაგალითი, ხო თქვა იგივე კივისთან დაკავშირებული ქართული კივი, რომელიც გავიდა, კიდე სხვა პროდუქცია, თქვა ხილთან დაკავშირებით არის გარკვეული მოლოდინები, კიდე სხვა, ანუ აი ამ თემებზე უნდა იყოს ლაპარაკი საზოგადოებაში და ხელისუფლება ერთად უნდა მუშაობდნენ, რომ რა შეიძლება რომ ეკონომიკურად უფრო მეტი მჭიდრო ურთიერთობა იყოს და რაც შეიძლება ექსპორტი გაიზარდოს, უფრო მეტი თქვა მეტად დავითვისოთ ეს ჩვენი კოტები რაც გვაქვს და არ ვიყოთ ხოლო დამოკიდებული იმაზე, რომ აი თქვა შემდეგ სამიძე რას მოგცემი, მე იმიტომ რომ ამ თქვა მომავალ წელს ჩვენ სავარაუდოდ ალბათ მივიღეთ ამ ვიზების ლიბერალიზაციას, მაგრამ ეს არ იქნება ასევე კიდე ამის შემდეგ რა თქმა უნდა ჩვენ საზოგადოებაში გაჩნდება, რომ ანუ შემდეგი ამოცანა არის კიდე რომ თქვა წევრები უნდა გავხდეთ, რაც ბუნებრივია ჩვენ ყველას სურვილია, მაგრამ იმისათვის რომ თქვა წევრი გახდე, ამისთვის საჭირო არის გარკვეული წევრობამდე შეიძლება შორი იყოს, მაგრამ შემდეგი ამოცანა კარგი იქნება იყოს მანდაყოლის მოცველი ვაჭრობის შესაძლებლობათა ბოლომდე გამოყენება. კი, მაგრამ ამ მომენტში ჩვენი მეგობრები გვეუბნებიან, განსაკუთრებით ისინი, რომელთაც ეს გზა უკვე გაიარეს ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპის, რომ თქვენ ამისთვის უნდა მოემზადოთ. დღეს რო იყოს კიდეს პოლიტიკური ნება, ჩვენი ეკონომიკა და თქვათ იგივე ჩვენი სახელმწიფოს დღევანდელი მდგომარეობა არ არის ამისთვის მზად. ეხლა ეს მე მესმის, რომ ცოტა ესეთი გაუგებარია, ეხლა ეს ერთი შეხედვით გამომდინარე იქიდან, მაგრამ თუ დაუჯერებთ თქვათ იგივე ან ჩვენ მეგობრებს, რომელსაც გამოიარეს ეს გზა, ეს ასე არის და ჯობია, რომ ამ ეს ეტაპი ჩვენ გამოვიყენოთ სწორედ ამ ტრანსფორმაციისთვის, რომ ჩვენ რეალურად შევუერთდეთ ამ ევროპულ ოჯახს თანასწორი და როცა მეტნაკლებად თქვათ ძირითადში მოგვარებული გვექნება ის პრობლემები, რომელიც ჩვენთან თქვათ იგივე ეკონომიკაში იქნება სხვა რაღაცა. ანუ ესეთი რაღაც მოლოდინი, რომ სხვა გადაგვიწყვეტოს ჩვენ პრობლემას და თქვათ ეს პრობლემების გადაწყვეტა მოხდება მხოლოდ მაშინ, რომ ჩვენ რაღაცას ვიღაცა შევერთებით. ანუ სამწუხაროდ ეს არასწორია და გეკითხეთ მეც რომ კი, დაახლოებით მიუხედავად იმისა, რომ მოგწონს თუ არ მოგწონს და აქედან გამომდინარე, არც ის არის სწორი, რომ რახან, ესე იგი, აქ ესეთი გამოსავალი არ არსებობს, მოდი ახლა უკან დაბრუნდეთ 180 გრადუსი და რაღაც სხვა ალტერნატივას. ანუ არსად არ არსებობს ეგეთი გამოსავალი, უბრალოდ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რეალობა არის ესეთი და ამ რეალობისთვის საჭირო არის ჩვენ თვითონ ჩავდოთ გარკვეული ინვესტიცია ჩვენს ეკონომიკაში, ჩვენ სახელმწიფოში და იმ დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში, რომელიც დღეს ჩვენ გჭირდება. მადლობთ კორნელი. ჩვენი სტუმარი იყო კორნელი კაკაჩია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ჩვენ ვაპარაკობთ ევროინტეგრაციის პრობლემებზე საქართველოში. ამით პიკისათი სრულდება. თამარ ჯანიაშვილი, ხმის რეჟისორი, ნინო რამიშვილი, პროდიუსერი დღევანდელი გადაცემის. დავით პაიჭაძე უძღვებოდა პიკისათს. ნახვამდის ხვალამდე. მადლობა მსმენელებს. საღამოს პიკისათი. საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამა. დავით პაიჭაძესთან ერთად.